ბიძინა ივანიშვილის გუნდში მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ლევან ხაბეიშვილის ქმედებების და მისი განცხადებების ძალიან ეშინოდათ. ეშინიათ და ანონსებული 4 ოქტომბრის, რომელზეც ყველაზე ბევრს სწორედ ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა. თუ ამდენი ხნის განმავლობაში ქართული ოცნების წევრები ამბობდნენ, რომ სერიოზული არ იყო ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები და თითქოს არც სერიოზულ განმარტებებს და განცხადებებს არ აკეთებდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს ერთმანეთის მიყოლებით ქართული ოცნების ლიდერები თუ რიგითები კამერებთან ჩდებიან და ამტკიცებენ, რომ ხაბეიშვილმა დანაშაული ჩაიდინა და მას ახლა კარგი ადვოკატი ჭირდება. ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა. შესაბამისად, მის ამ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყებებმა გააკეთა განცხადება. დანაშაული არ მომხდარა ბატონო კახა. არტივია, ქრთამის შეთავაზება, ჩვეულებრივად ეს არის დასჯა. საჯაროდ შესთავაზა ქრთამი ადამიანს. საჯაროდ შესთავაზა, ფარულად რო ყოფილიყო, ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის ხდება, თქვა, პირობითად ვიძახი სამართალ დამცველს ან სამართალ დამცველებს და გაეკეთებინა შეთავაზება და დაპირება ქრთამის მიცემაზე, რა განსხვავებაა ამ ყველაფერში, საჯაროდ ამბობს თუ ფარულად ამბობს. დანაშაული ინტერვიუში ბატონო კახა. დანაშაული არის ის, რომ როდესაც შენ ქრთამს თავაზობ, ამ შემთხვევაში პოლიციელებს, რომ მათ გადადგან ნაბიჯი კანონის წინააღმდეგ, ეს დანაშაული. რევოლუციისკენ მოწოდება ეს არ არის ცალკე დანაშაული, თუკი მას არ ახლავს კონკრეტული ქმედებები. ამასთან დაკავშირებით კვლავ განცხადება, რომ იქნება დიდი ფულადი ანაზღაურება მათთვის, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება ძალოვანი სტრუქტურებიდან, რასაკვირველია ეს თემა, ეს ერთობლიობა ყველაფრისა, ქმედებები, განცხადებები, ადრე ჩადენილი ქმედებები, მომავალში ჩასადენი ქმედებების შესახებ საუბარი, ეს ერთობლიობა რასაკვირველია ქმნის გარკვეულ წინაპირობას, რომ პასუხი მოეთხოვოს. მას ვურჩევდით ძალიან სერიოზული და მაღალკვალიფიციური ადვოკატი აიყვანოს, იმიტომ რომ მტკიცებულებები იმდენად დიდია, რომ ის ერთი ლინკით საკმარისია, კი არა, 1000 შემილია, ეხლა აქ ჩემი ისეთი განცხადება გავაკეთო. ერთი 10 წამიანი, რომელიც იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის სახელმწიფო და ნურავენ მოეთამაშება სისხლის სამართლის კოდექსს. ხაბეიშვილი დააკავეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებით. მორჩა მომავალში ჩასადენი ქმედებების გამო, რომ ხელბორკილები დაადეს ლევან ხაბეიშვილს, ქართული ოცნების ოპონენტებისთვის იმის დამადასტურებელი არის, რომ ქართული ოცნება ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ნაციონალურ მოძნაობაში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტია მათთვის წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას. ამ პარტიის ყველა ლიდერი ქართული ოცნებისთვის არის დისკომფორტი, პრობლემა ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილთან და ახლა პრობლემა აქვს ლევან ხაბეიშვილთან. ამ განცხადებას აკეთებს პეტრე ცისკარიშვილი. ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში ყავთ მოთავსებული ლევან ხაბეიშვილი. ოფიციალურად ბრალის წარდგენას ელოდება ცოტა ხნის წინ. მასთან სანახავად მოვიდა ჩელეყურუა. მასაც ექნება შესაძლებლობა გაესაუბროს ლევან ხაბეიშვილს და გამოიტანოს ხაბეიშვილის გზავნილებით. ჩელეყურუაც აცხადებს, რომ ხაბეიშვილის დაკავება სრულად პოლიტიკური ნიშნით დემის დამადასტურებელი არის, რადგან მისთვისაც, როგორც იურისტისთვის, წარმოუდგენელია მსგავსი ბრალდებით პოლიტიკოსის დაკავება. როგორც მიხეილ სააკაშვილის ეშინია, უკვე ამდენი წელია ბიძინა ივანიშვილს, ბოლო პერიოდში როგორც ჩანს ლევანისიც ძალიან შეეშინდა და აი ამ შიშის გამო სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს, უბრალოდ ადამიანის იზოლირება გადაწყვიტეს და დააკავეს ლევანი აბსოლუტურად გაუგებარი, წარმოუდგენელი, აბსურდული ბრალდებით, ვითომ ვიღაცას თავაზობდა ქრთამს. სინამდვილეში კანონის საფუძველზე საბიუჯეტო ასიგნებებით გათვალისწინებული ჯილდოს და პრემიის შეთავაზება როგორ შეიძლება იყოს ქრთამი, ამაზე თქვენ თვითონ გაეცით პასუხი. Plus ერთი პოლიტიკოსი მარიყავს ციხეში, არ ვიცი, გარდა 4 ოქტომბრისა რა შეიძლება ყოფილიყო ინტერესი იმისთვის, რომ პოლიტიკოსი დაპირებისთვის ჩაესვა ციხეში. საჯარო განცხადება, რომელიც პოლიტიკოსის მხრიდან ჟღერს როგორც დაპირება, არ შეიძლება აღქმულიყოს როგორც დანაშაული და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ სასამართლოს და თავიანთ ძალას იყენებენ იმისთვის, რომ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს გაუსწორდნენ. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი სამართლიანობის აღდგენა, არ არის მნიშვნელოვანი დანაშაულის პრევენცია, მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ კიდევ ერთი დღე გაჩერდნენ ხელისუფლებაში.
ლევან ხაბეიშვილთან ერთად ხელბორკილები გუშინ მურთაზ ზოდელავასაც დაადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გააკეთეს განმარტება, რომ თითქოს მურთაზ ზოდელავას გადასცა ლევან ხაბეიშვილმა ტელეფონი და შემდეგ ზოდელავა არ დაემორჩილა პოლიციელებს და ეს იყო მიზეზი, რის გამოც მას დაადეს ხელბორკილი და მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. თუმცა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ის რაზეც სუსი საუბრობს არის ტყვილი. ვიდეო ჩანაწერებში ძალიან მკაფიოდ ისმის, რომ მურთაზ ზოდელავას საკუთარი ტელეფონი წართვის და სწორედ საკუთარი ტელეფონის დაბრუნებას ითხოვდა მამუკა მდინარაძის უწყების თანამშრომლებისგან. Tiki shemsaka gatki for gafri. Ისა ტელეფონი. Ჩემი ტელეფონი მომე ბიჭო. აკრემანი ტელეფონი შავი. არ არის აქ არა ტელეფონი. არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს მე. ხოდა მოიტანე მაშინ. არ მე რა ვიცი. სვანე ჩარჩოიანი ჩემი ტელეფონი ზმაო. ლოფცენ. გამოვართვის ზმაო მე რა. ბავშვი ხო არა ვარ ბიჭო 40 წლის კაცი. წესიერად მოიქეცი ბიჭო ეს რაუბედურება ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში არის მოთავსებული ლევან ხაბეიშვილი, მასთან ახლა ადვოკატი არის შესული, სავარაუდოდ ცოტა ხანში უფლებადამცველი დატოვებს იზოლატორს და გავიგებთ უფრო მეც დღეს რა აქვს სათქმელი ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს ხელმძღვანელს ხალხისთვის პირველ რიგში და აქვე გეტყვით, რომ დიდი ალბათობით ხაბეიშვილისთვისა და მურთაზ ზოდელავასთვის დღეს 5 საათისთვის მოხდება ბრალის წარდგენა, არსებობს მოლოდინი, რომ დღესვე იქნება მათი სასამართლო პროცესები.